გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სათითაო გამომწერს, დამ კომენტარებელს, დამ ლაიქებელს და ასე შემდეგ. ნახველს, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან დიდი мотивация არის ჩემთვის ეს ყველაფერი. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს, სასიამოვნო და საინტერესო ვიდეო გელოდებათ. იმიტომ რომ ჩემი ახალგაზრდობა გამოვხატე უცებ ამ მანქანასთან მიმართებაში. და ცოტა ვიმაიმუნე. ცოტა გამოიწერეთ არხი. ეს არის ჩვენმა ძალიან მაგარმა პიროვნებამ, ბატონმა გიორგიმ. რო გაიგორო YouTube-ზე დავიწყე რაღაცებს, საჩუქარი გამიკეთა. დიდი მადლობა გიორგის. ხო, სხვათა შორის უკეთესი გზაშია ეს დროებით, რომ ხმას სუფთად მოგესმინათ გიოს ნარნარა ხმა. და მიკროფონით იქნება შემდეგ ვიდეოებში. ეხლა რაც არის, ტელეფონით არის ჩაწერილი. მადლობა გიორგის. მოგესალმებით. დიდი მადლობა ამხელა გამოხმაურებისთვის, კომენტარებისთვის, გვერდში დგომისთვის. ამდენს მართლა არ ველოდი. ერთ დღეში, რავი, გაფრინდა ყველაფერი. 3000 რაღაცა გამომწერი მყავდა, 3800 გამომწერი მყავდა ამ 2014 წლიდან გუშინდელ დღემდე და დღეს, რავი, ცოტა ხანში 1000 მიუკაკუნებთ, ცოტა დარჩა. ყველაზე მთავარი რაც არის, აი ეს გამომწერები, ანუ 86% და 3 მეასედი არის, ვისაც გამოწერილი არ აქვს. ჩემი გვერდი და ნახა ვიდეო. და 13%-ს აქვს ნანახი, ვინც გამოწერილი არის და. აი ეს 86% რომ გამოწერებში დაემატოს, ვაფშე მაგარი იქნება. აქ არის გამომწერები, მაგერ არის 9265-ზე, ნელ-ნელა იმატებს. აი რო გაჩვენოთ, ეს იყო 3895 იყო, სანამ ვიდეოს დავდებდი. და უცებ ავარდით 9200, აი კიდე მოიმატა ცოტა 67-ზე და ალბათ დღეს 10000 გამომწერზე ავალთ თქვენი დამსახურებით. რაც რომ მეტი კაცი გამოიწერს, მაგალითად ის 87 კაცი 86% რო არის გამოწერილი, რო არა აქვს გვერდი და ნახეს ვიდეო, ჩემც უკეთესი იქნება, რაც რომ მეტი გამოიწერს, უფრო მეტ მუღამზე მოვალ და უფრო კაი ვიდეოებს შევქმნი თქვენთვის. მალმალეთან. იქნება შემეცნებითი, იქნება სახალისო ვიდეოები, იქნება მანქანის რაღაცა სპორტულ ვარიანტში მართვის რაღაცეები, იქნება ძრავის დაშლა აწყობის ვიდეოები, კადრები, ყველანაირი ისეთი დეტალი, რაც ბევრმა არ იცის და ნელ-ნელა გასწავლით ვიდეოებიდან გამომდინარე. ამიტომ გააქტიურდით და გამოიწერეთ გვერდი. რაც შეეხება კომენტარებს, უამრავი კომენტარი დაიწერა ვიდეოზე, 400 გაცდა კომენტარები. ყველა ვერ წავიკითხე, ბევრი წავიკითხე, პასუხიც გავეცი, ზოგი მოვიწონე, ზოგს გული დაუწერე. დიდი мотивация ჩემთვის კომენტარები რა, რომ ვიცოდეთ თქვენ რა გინდათ, მე რა შემილია შემოგთავაზოთ. კომენტარებში რომ დაწეროთ ხოლმე, კარგი იქნება. დიდი მადლობა ყველა სათითაო 400 რაღაც ადამიანს ამხელა კომენტარები რომ დამიწერეთ და ესე გამოხმაურება გამოიწვია ჩემო ვიდეო. ემატება და დღეს ავალთ 10000-ზე წესით. ერთ დღეში უცებ 7000 კაცი დაგვემატა. 20000 გამომწერზე რაღაცას კაის მოვიფიქრეთ, რომ ჯერჯერობით არ ვიცი, ახალი ვარ, მე ეხლა შემოვაბიჯე და ახოთ რამე კაი რაღაცას მოვიფიქრებ, რომ თქვენ გაგიხარდეთ და გესიამოვნებთ. ხეხავთ, ვასუფთავებთ კლაპნებს. აი ესეთი იყო, ნუ ეს ჯერ გასუფთავებული არ არის. მაგრამ ცოტა სხვაობა არის. ეს არის E92 M3-ის ძრავი. გალოკა, ბლოკი, პორშინები, ჩატუნები ავაწყეთ. ეხლა ვასუფთავებთ ბლოკს. კლაპნებს პრიწირკავ და გავუკეთოთ და კლაპნები გავასუფთავოთ. დრო ავაწყოთ სუფთა ძრავი. ხელით გაკეთებული ყოველთვის ჯობია. საკუთარი ხელით რო გააკეთებ, ყოველ სხვა არის, ვიდრე სხვა გააკეთებს. ნენელა შორდება რა მხელა ნაგარი აქ. ელემენტი დაჯდა. შევცვალოთ.
ნელ-ნელა შორდება. ყოველთვის ესეთ რაღაცას მე აქვს, აი მაგალითად გაწმენდვას ბევრი კლაპანი აქვს, ხო ეს არის ერთი გალოკა, იქით კიდე მეორე გალოკაა რა. მე აქვს ძალიან დიდი დრო. და ყველას უნდა რომ ჩქარა გაკეთდეს ეს საქმე, მაგრამ ჩქარა რო გაკეთდეს არ უნდა გაწმენდო ააწყო პირდაპირ და მე ის ადამიანი არ ვარ რომ პირდაპირ ავაწყო და რამე არ გავასუფთავენა. მე მირჩევნია გავწმენდო და სუფთა ავაწყო ვიდრე ჭუჭყიანი აიწოს. ეხლა არის ეს ბოლო ვარიანტი ამ კლაპრის გასუფთავების უკვე ხსნარში, რომელიც ასუფთავებს მაქსიმალურად ყველანაირად. ახლა გავაშრობ და გაჩვენებთ რა გამოვიდა. იყო ესეთი. უკანა მხარეც. ესე უნდა გავრეცხოთ, გავასუფთავო ყველა კლაპანი, რომ იყოს იდეალურად სუფთა. და ამას ყოველთვის მეაქვს დიდი დრო. ამიტომ იწელება ყოველთვის აწყობა ძრავის დიდი ხანი. თორე შემიძლია უცებ ჩავყარო ერთ დღეში ავაწყო, მაგრამ კარგი არ იქნება. სუფთა საქმე არ იქნება და ჩემ გულს რო უხარია, ისე არ იქნება. თავარი კიდე რაც თავარია ძრავის აწყობის პროცედურა რო იწელება, არა საკმარისი ნაწილების რაოდენობა საქართველოში. მე გულისხმობ BMW-ს ორიგინალს და არა რა სხვა რომელიმე სხვა ბრენდს. მე მარტო ვაწყობ BMW-ს ორიგინალ ნაწილებს. უპირატესობას ვანიჭებ, რომ ორიგინალზე აიწყოს. დანარჩენი ნაწილები სხვა ბრენდები, დაბალხარისხიანები, ანუ BMW-სთან შედარებით დაბალხარისხიანები იყიდება, მაგრამ მე არ ვაწყობ ეგეთ ნაწილებს. მე მირჩენია ორიგინალი თავაწყო და დიდხანს იმუშაოს, ვიდრე 20-30 გაიაროს და გაფუჭდეს. და მაგიტომაც არის რომ დიდხანს ვაწყობ მე ძრავს. იმიტომ რომ ნაწილები არ გვაქვს. უკვეთავთ გერმანიაში, ამერიკაში, სანამ ჩამოვა დრო გადის. ხანდახან იყო შემთხვევები, რომ შეუკვეთ ნაწილები არასწორად გამოგვიგზავნეს. ყუთზე ეწერა, რომ ის დეტალია რა ჩვენ გვინდოდა, მაგრამ შიგნით ყუთში შეფუთვაში სხვა ნაწილი იდო. და ეგეთებიც ხდება ხოლმე ხანდახან და მე თავიდან ველოდებით ეგეთ რაღაცებს. ესე იგი ეს წინა ვიდეოში თქვით რომ ეს მანქანა იყო SMG და გავამექანიკეთ, ეს იყო ხეროდინაშვილთან რო ვიყავით ვიდეოში და იქ რო გაგვიფუჭდა მანქანა, კარობკა SMG-ს ნასოსი დაგვეწვა, მე შევცვალეთ SMG-ს ნასოსი და ცოტა ხანი იმუშავა და მაინც რაღაც აურია და ნუ მექანიკა ჩაგვივარდა ხელთ და გავამექანიკეთ. მექანიკური მხარე ყველაფერი ეს გაკეთებული, ახლა დაგვჭა ელექტრომხარე, რომელიც უნდა გავიყვანოთ რამოდენიმე კაბელი, ზადნიშო ჩავაგდებ ნატურები აანთოს, კარობკის სიჩქარე დაინახოს, ეგ წვრთნიანი რაღაცებია დარჩენილი, რომ 100%-ით გაიმართოს ეს მანქანა. პედალი დავაყენეთ ყველაფერი. არაფერი მექანიკური მხარე, პედლები ყველაფერი მარტივად დგება, არაფერი არ ჭირდება, მანქანა ყველანაირად გათვლილია მექანიკაზე, გადაყვანაზე. ყველა კუზაოს არაფერი დაჭრა არ ჭირდება, არაფერი დადუღება არ ჭირდება. ყველაფერი, ყველანაირი დეტალი გათვლილია და რაც ხრელები, რაც აქვს, სამაგისო ამოვსებულია რეზინა ის ზაგლუშკები დგას. მიაწვევ იმ რეზინას, გავარდება და всё, ხრელები გვაქვს. არაფერი არ ჭირდება, არაფრის დადუღება და მოჭრა, რომ გაამექანიკო მანქანა. კი, ყველა BMW ეგრე არის რა, არასდროს არაფერი არ ჭირდება რაღაცა რომ გაჭრა. კომპიუტერიდან ეხა უყურებთ სქემებს, სად რომელი კაბელი უნდა შევაერთოთ, რომ ეს ყველაფერი გავმართოთ. დაპროგრამებით უკვე დავაპროგრამეთ, იქ პრიბორზე ანთებდა, SMG-ს ვერ ხედავ, ძრავის კომპიუტერი ვერ ხედავ და ABS-ი ვერ ხედავ და კიდე ბევრი პლიკი ვერ ხედავ და კარობკას. ეგენი ყველა გადავაპროგრამეთ და всё, ეგ დარღვევები გაგვიქრა, ერთ-ერთი დაგვრჩა ეს შნურების შეერთება, რომ კარობკა მექანიკური კარობკის კიდე რაღაც სენსორები აქვს მექანიკურ კარობკას, რომ ის სენსორები დავანახოთ ძრავის კომპიუტერს. ბევრჯერ მithქვია, არ ვიცი, მოგისმენიათ თუ არა, ჩემთვის ყოველთვის SMG სტარტზე აგვიანებდა. აი მაგალითად ითვლის ვიღაცა 1, 2 და 3-ზე რო დასტარტო, მე 3-ზე შეიძლება ლანჩზე ვარ და 3-ზე გაუშვი რიჩაკს ხელი, მაგრამ ის ზუსტად არ იძვრება. ოდნავ პატარა დაგვიანება აქვს. აი ჩემ ვიდეოებს თუ ნახავთ, დაინახავთ, რომ ვინმეს თუ უდგები, ჯერ ისმედის და მე მივდივარ, მაგრამ მე რეაქცია იდეალური მაქვს. იდეალურად ვაკეთებ, მაგრამ მანქანა მიდის გვიან, იმიტომ რომ SMG იყო და აღარ არის SMG, მექანიკა უკვე მე დავძრავ. და უკეთესი სტარტიც მექნება, აბაროტებსაც მე დავარეგულებ რა აბაროტიდან დავძრა
და ბევრად კაი დროში გავივლი, ვიდრე SMG გავიდე. მაგრამ შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანის, ვისაც ამხელა გამოცდილება არ აქვს, შეიძლება SMG-მ უკეთესად იაროს, ვიდრე მექანიკამ იაროს რა. ამიტომ მე მექანიკა მირჩევია. არა, აზრი არ აქვს მანქანას როდის გამოიყვანდა რა რეჟიმში ივლი რა. მთავარია სწორად მოიხმარო და სწორი რეჟიმით იარო. ხო, სწორად იარო და სწორად მოიხმარო. სხვა ისეთი არ აქვს. შეიძლება კვირაში ერთხელ გამოიყვანო მანქანა, მაგრამ მაინც იგივეს გაივლის. მაგრამ კვირაში ერთხელ მანქანა გამოიყვანო 70,000 როდის გაივლი, დაგჭირდება ბევრი წელი. ესე იგი, რაც შეეხება ხშირად ყოველდღიურად თითქმის მიერეკავენ, რომ აი რაღაც მანქანა ვერ მოაგვარეს, ყავდათ ერთგან, ორგან, 3 ადგილას, 4 ადგილას, ვერავინ ვერ მოაგვარა და ბოლოს ყოველთვის მე ვარ ბოლო ვარიანტი და რავი, რატო არ ბოლო ვარიანტი ყოველთვის ვერ ხვდები ხოლმე. ყველას ვეჩხუბები მაგას, აქამდე რატო არ მოხვედი, რატო არ ჩამაყენე საქმის ყურში, რომ მოიარე 5-6 კაცი და ვერ გააკეთეს და უფრო გააფუჭეს და გააფუჭეს. ყოველ ეგეთ დროს ჩემთვისაც ძნელია მანქანის გაკეთება, იმიტომ რომ ვინ რა გააკეთა, ვინ რასაც ჩაძვრა და ვინ რა გააფუჭა, აღარ ვიცი და მე მიძნელდება ხოლმე ეგეთი მანქანის კეთება და ყოველთვის ვეუბნები უარს ძირითადად ეგეთ ადამიანს, რომ მე ხელს ვეღარ მოვკიდებ. თუ ვინმეს რამე უნდა, მოვიდეს პირდაპირ მითხრას. და მივხედავ, ერთი დღე, ორი დღე შეიძლება ვერ მოვიცალო, მესამე დღეს აუცილებლად მივხედავ და ეგრე რომ მოდის თელ თბილისში რომ მოვლილი და ვერ გააკეთა და მე ჩემთან მოდის, ეგეთი მანქანის კეთების სურვილი არც მაქვს ხოლმე რა და არ გეწყინოთ ხოლმე ეგეთ დროს რომ უარს ვიძახი მანქანის კეთებაზე. ეს მანქანა შევიძინე ბავშვებისთვის 3-დან 0-ია 46, დადუგულია, გამზადებულია, ამითი რბოლებზე დადიოდნენ და ჩემმა მეგობარმა გაყიდა. მე ვიყიდე ბავშვებს უნდა ვასწავლო, ჩემ ბიჭებს ბევრი შვილი მყავს, უნდა ვასწავლო ამ მანქანით ექსტრემალური მართვა. მანქანა გამზადებულია, დუგებში არის, ковშებით, ყველაფრით. ჭაკეტილია, როგორც ყოველთვის და ეს უნდა გავამზადოთ ნელ-ნელა ეს მანქანა ბავშვებისთვის, რომ რუსთავში და ლილო არენაზე იარონ ამ მანქანით. ხანდახან მეც რაღაცას გავერთობი ხოლმე. რაღაცებს მეც ვიზა. წრიულის თემაზე ის E90 და E92-ებია. იმ მანქანასაც ჩალიჩობ, E90 უნდა ვიყიდო, დავდუგო და უნდა გამოვიდე წრიულ ბოლაზე. ეხლა იწყება, ეხლა გაკეთა E-კლასი, E90, E92-ის კლასი არის, სადღაც 27 მონაწილე არის. და მეც მინდა რომ მივიღო მან მონაწილეობა და ვაგვარებ ახლა მაქთემებს რომ მანქანა ვიყიდო და მოვასწრო ივლისშია შეჯიბრი და იქამდე უნდა მოვასწრო მანქანის გამზადება რომ მეც გამოვიდე იქ. და ვნახოთ რა გამოვაში. შემოგთავაზებთ მაგ ვიდეოებსაც რომ როგორ დავდივარ წრეზე, წრიულ ბოლებზე. ჩემი აქ გადმოსვლით არის ის რომ სუფთა ჰაერზე ვარ. სუფთა ჰაერზე ვარ. ბევრი ხალხი არ მოდის უაზრო კითხვებით. წყნარად ვიდათ მუშაობ რა. თელი დღე ვარ ჩემთვის წყნარად ვიდათ, აქ ჩამოდის ესეთი ადამიანი, ვისაც საქმე აქვს და საქმე გასაკეთებელი, ნახდათ კლიენტი არ მაკლია, ყველა ვიღაცა არ მოდის სასაუბროდ და დროის გასატარებლად, აქ არ მოდის. აქ თუ მოდის, საქმისთვის მოდის. არ ეხება ეს. ოპერატორი კი ბატონო, მოსულა. პარალელურად იწყობა F90 M5-ის ძრავიც. დაიგილზა, პატარა დეტონაციაზე ქონდა სვეჩმა რაღაცა ვერააფეთქა წესიერად და პორშინი გატეხა და ცილინდრი ჩაიხაზა. დაიგილზა. ეხა გარეცხვის პროცესში ვართ. აი ეს არის ცილინდრები. არის 8 ცილინდრიანი. აქ მოძრაობს პორშინი. მოვიტანო პორშინი. ერთ წუთით. პაჭუკა, თამაში უნდა, თამაში. ეს არის ამ მოტორის პორშინი. აი, დეტონაციაზე ჩანს ალბათ. დაიმტრვა, გატყდა და ამ ნატეხებმა დახაზა ცილინდრი. ეს არის კოლიცოები, მოძრა კოლიცო. აი, გატეხილი. დაიმტრვა და მაგიტო კოლიცოებიც დაამტრია. მერე დახაზა ცილინდრი და ცილინდრს რო დახაზავს, იქ უკვე ზეთ შეჭამს, გაბოლავს, პორშინი იკაკუნებს და მოტორი აღარ იმუშავებს. წნევა გაეპარება ცილინდრში, კარტერში და ამოასხავს საქშენებიდან. ეგ რო ამოვხვრათ ეგ დახაზული ცილინდრი იჭრება
და სხვა გილზები ჯდება, აი ეს ფერი რო აქვს სხვა. აი ეს არის სხვა გილზი. ცილინდრი ამოიჭრა და ჩასვეს სხვა გილზი და მოჭრეს ფორმაზე ზუსტად რომ მოარგეს, კარგ პორშინს. და მაგას ქვია დაგილზვა, რვავე ცილინდრი გამოიცვალა. აქ არის დრო ჭირდება ამას, იმიტომ რიგი არის პროცედურასაც რამოდენიმე დღე ჭირდება. პლუს აქ რო არ გაზომონ წესიერად და ცოტა სხვა ზომა გააკეთონ, მაგალითად ოდნავ ვიწრო აწყობის დროს დაიქოქება თუ არა, გაიჭედება ძრავი პორშინს მოუჭერს, რო გათბება მოუჭერს და ძრავი გაიჭედება, ან ჩახაზავს ცილინდს. თუ პირიქით დიდი გააკეთა, პორშინი იკაკუნებს შიგნით, ილაყლაყებს, ხმა ექნება, ზეთის გაპარება ექნება, კომპრესიას წერსიერს ვერ დაიჭერს. ამიტომ ყოველთვის უნდა გააკეთო ისე, რომ ზუსტად იდეალური ზომა იყოს, რომ პრობლემა არ შეექმნას აწყობის მერე. და ეხლა ირეცხება, აი მაგალითად, აი ეს არის ნაფხვენი. როცა იჭრება, დიდი ნაფხვენი წარმოიქმნება იმიდან, როცა იჭრება ცილინდრი და შლიფოკვდება ბლოკი, წარმოიქმნება ძალიან დიდი ნაფხვენი. ეს თუ არ გარეცხე, სუფთად არ გააკეთე ყველაფერი, აწყობის დროს, დაქოქვის დროს ჭუჭხს წამოიღებს, ნაფხვენს წამოიღებს და ისევ გაფუჭდება ძრავი. და ამდენი შრომა და ამდენი თანხა იქნება წყალში გადაყრილი. ამიტომ ყოველთვის უნდა გარეცხოთ, გაასუფთავოთ ძრავი იდეალურად, რომ არსად არ დარჩეს ნაფხვენი. ამასაც კიდე დრო ჭირდება გარეცხვას. მარტივია უცებ ფოფ მიაყარე ააწყე, მაგრამ ეგრე არ არის. ყველაფერი ჭირდება იდეალურად გარეცხვა, იდეალურად გადამოწმება, იდეალურად ვინც არ უნდა გააკეთოს და იგილზა იდეალურად, მაინც ჯობია გადაამოწმო. შეიძლება რაღაც შეცდომა მოუვიდა, არა ძალით მექანიკურად რაღაცა ჩარხმა გამაზა რაღაცა და ოდნავ სხვა მოიჭრა, ჯობია გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ სიზუსტეში, ვიდრე მე ააწყოთ, გაფუჭდეს და მე თავიდან იყოს ყველაფერი საყიდელი, პრაკლატკები და ასე შემდეგ. ამიტომ ყოველთვის ჯობია გადამოწმდეს სიზუსტე ყველაფრის. ეს არის F90 M5-ის ძრავი, 4 და 4 ბიტურბო. ეს არის ქვედა მხარე, ეს არის ეგრეთ წოდებული ბლოკი, ნიზი. აქ იწყობა პორშინები, ქვევიდან დგება კალენვალი და წინა მხარეს აქ დგება ცეპები. ეს ნელ-ნელა იმხელა ძრავი იწყობა, რომ აი ვეღარც აი ესე დიდი ძრავი იწყობა რა. ძალიან დიდი იწყობა ამ პატარა რაღაციდან. დავიდიჩმა თქვა, რომ ძველი 4 და 4 სიმსოჩი ჩემ 4 და 4-ში რომ სიმსოჩი რო 4 და 4 დევს M62, B44, იძახის რომ ერთ და იგივე არის მოტორიო და ორი ტურბინები დაადესო და ვაფშე რადიკალურად განსხვავებულია. კი, კუბატურა თითქმის ერთ და იგივე აქვს, მაგრამ აგებულობა ვაფშე სხვა. არაფერი არ მიდის იმისი ამაზე, ან ამისი იმაზე. ვაფშე სხვა ძრავი. მაგრამ 4 და 4 ესეც. ჩემთან სერვისში, სულავა პერფორმანსში შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სერვისები. სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა BMW-ის ორიგინალი პროგრამით. ელექტრონული დეტალების შემოწმება, ეგრეთ წოდებული ბოლით შემოწმება, ჰაერს რო აპარებს სადღაც სისტემაში და ვერ იგებენ და ბოლს უშვებთ. ძრავის ცეოს შემოწმება, კომპრესიის შემოწმება, ბენზონასოსის წნევის შემოწმება, ცილინდრებში ენდოსკოპიური კამერით დათვალიერება დეტალურად. ახალ F სერიების BMW-ებზე ყველას თითქმის უმეტესობას აქვს აკუმულატორის პრობლემა. საქართველოში იყიდება ცოტა, არ ვიცი უკვე რა იყიდება საქართველოში წესიერი აკუმულატორების უკვე სერიოზული პრობლემა გვაქვს. ბევრი ახალი დაგვიყენებია და უკან დაგვიბრუნებია, იმიტომ რომ პროგრამით რო ვამოწევთ ორიგინალი პროგრამით აქვს ფუნქცია აკუმულატორის შემოწმების ფუნქცია. იქ წერს ზაფხულში როგორ მუშაობს, ზამთარში როგორ მუშაობს, რა დატვირთვით მუშაობს, კომფორტმონ ბლოკები და ყოველთვის იბრაკება აკუმულატორი და ვაბრუნებთ უკან და მოგვაქვს სხვა და მე-5, მე-6 დაბრუნების მერე მე-7 აკუმულატორი აღმოჩნდება ხოლმე კარგი. და უმეტესობას F სერიებს ბევრი პრობლემა აქვს უკვე აკუმულატორის გამო და ჯობია ყოველთვის კომპიუტერულად გადაამოწმოთ აკუმულატორის მდგომარეობა, ვიდრე ჩვეულებრივი აპარატით. ის ჩვეულებრივი აპარატი ამოწმებს პირდაპირ აკუმულატორს, კომპიუტერიდან მოწმდება თლიანი მანქანის სისტემაში რა ხდება დენი, რა ძალით არის.
სლაბი აკუმულატორი იწვევს ვალვეტრონიკის არასწორ მუშაობას, კომფორტ ფუნქციების გათიშვას, სტარტ-სტოპის გათიშვას. ყველაზე მთავარი არის ვალვეტრონიკის პრობლემა, იმიტომ რომ ვალვეტრონიკი არეგულირებს მოტორის სწორ მუშაობას, კლაპნების გაღება დაკეტვას და ის როცა გაითიშება, არასტაბილურად მუშაობს ძრავი, დეტონაციებზე მუშაობს, გვიანი ქოქება, გვიანი იღებს აბოროტებს და ასე შემდეგ. და წვა აქ ბევრი, რაც თავარია. 8 ცილინდრიანებზე ვალვეტრონიკის მოტორჩიკის შეცვლა ძალიან ძნელია, ძალიან რთულია, იმიტომ რომ გვერდზე ბაკავინებთან აქ მოტორჩიკები და მოტორი და ჩამოიწიოს დაბლა რომ ის შეიცვალოს. 6 ცილინდრიანზე, 4 ცილინდრიანზე მარტივია ხუფი აიხსნება და შეიცვლება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში იყო შემთხვევები, რომ დროზე არ მიმართა მეპატრონემ სახელოსნოს ვალვეტრონიკის პრობლემის გამო და გაუფუშტა ძრავის კომპიუტერი ვალვეტრონიკთან ერთად. ანუ რომ მოაგვარებთ ვალვეტრონიკის პრობლემას, მე აღმოჩნდება რომ ძრავის კომპიუტერიც გაფუჭებულია. და უკვე ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ეგ იწვევს ამ ყველაფერს იწვევს სუსტი აკუმულატორი. ახალ აკუმულატორს რო დააყენებთ, უდან რეგისტრაცია გაუკეთოთ და მიუთითოთ პროგრამას, რომ აკუმულატორი ახალია, შესაბამისი ამპერაჟის მითითებით. Interesებს ეს რომ გავამექანიკეთ. ბოლომდე დასრულებული პრავოდკა არ არის, რაღაცეები შესაერთებელია. უდამ ნახოთ 2-3 მექანიკები რა, როცა სიჩქარის სენსორს ვერ აღიქვავს, 2-3 კრუგის მერე ადგილზე რო ატყიალებ, გაზ გითიშავს და ჩერდება და. უდამ ნახოთ ეგ პრობლემა გვაქვს თუ არა გვაქვს. თუ არ გვაქვს ეგ პრობლემა იმ რაღაცა 2 წვერს თავს დავანებებთ, თუ პრობლემა გვაქვს ის 2 წვერი უნდა შევაერთოთ. ჩეკიც რო გვინთია, ძრავის კომპიუტერში ჯერ პროგრამა არ გადაგვიწერია, SMG-ს პროგრამა წერია და მაგით ვათებს ახლა ჩეკს. ეს დანარჩენი კიდე ეს EMS-ო დააჭერ, ჩაირთვება გამოვირთვა, აი. იღაც არ ეგონოს რომ ბევრი რაღაცა ანთია. ის კიდე კალოტკის სენსორი არის რა. ჯერჯერობით მაინც კეთების პროცესში ვართ. ეხლა გავატარებთ, ნახავთ კაროკა როგორ მუშაობს, როგორ ჩქარდება მექანიკა. სიჩქარებში გადართვისას რამე პრობლემა ხო არა აქვს. ყველაფერს გავსინჯავთ. ცუდ გზაზე ვართ და მაგით ოყანყალებს კადრი. ნელ-ნელა დავიხვეწები მეც, ვიყიდი წესიერ კამერას, წესიერ სტაბილიზატორიან კამერას, ვიყიდი წესიერ მიკროფონს და ნელ-ნელა მეც შემოგთავაზებთ სუფთა კადრებს. ჯერ ახალი ცოტა ცივიაზეთი, ცოტა შეთვება და მერე დავაჭერ. ვა, იქ რაღაცა CLS-ი დგას. წამო დავდგეთ ბრატ. იყოს ბიტურბო რა ცუდზე არის. მოძრაობა მე-5 გვაქვს, მე-6 ძბა. კაროკა მუშაობს. ძალიან გადატვირთული მოძრაობა.
მერვეა გზადნი უკან რა და ეხლა ჩვენ გვაქვს წინ 6 სიჩქარე 6 სიჩქარე რა ხან გვაქვს რომ წავიდეს ისე 330 და ცოტა მეტრს სიჩქარეები არის დაგრძელებული ანუ თქვათ მანამდე მე-13 რომ მიდიოდა სიტყვაზე ვიძახი 150 160 ეხლა წავიდა სადღაც 190-მდე ცილინდრი რო არის 10 დროსელი აქვს. პატარა დროსელები აქვს 10 ცალი. არა, ემებს აქვს თითო დროსელი. ერთი დროსელი აქვს ხოლმე. ამას აქვს ატმოსფერული ემებს აქვს სათითაო ცილინდრზე, სათითაო დროსელი. მაგალითად ტურბინიან მანქანებს თითო აქვს. ეხლა ემებს უკვე ერთი დროსელი აქვს. M5 ანუ 8 ცილინდრიანებს 2 დროსელი აქვს. ატმოსფერულებს M3-ს, E46-ს, E36-ს, E46 სათითაო დროსელი აქვს ცილინდრზე. ანუ 6 ცილინდრიანზე 6 დროსელი აქვს, 4 ცილინდრიანზე 4 დროსელი აქვს. E39-ის M5 8 ცილინდრიანზე 8 დროსელი აქვს სათითაო ცილინდრი. გასვლა დაჭერ აღებს სარქველს და შედის ჰაერი. რაც უფრო მეტი ჰაერი შედის ძრავში, უფრო მაგარი ძალა აქვს. გააფარჩაკებთ ეს რა საიბერტრაკი კი არ არის. მაინტერესებს ახლა ადგილიდან დაძურა როგორ დაიძურება. გავაჩეროთ. ნახოთ რომ მანქანები არ მოდის რომ სხვა ხელი არ შეუშალოთ.
70. მეხუთე და მეექვსე რაღაც ჯანდაბატონდა. ნეტა. აუცი გავსიჯავთ ნახოთ. გამოჩნდება. სიჩქარეს როგორ გადართავ რა. ან ეხლა გადაცემა დაგრძელდა და შეიძლება ცოტა ცუდი იყოს. ის როცა ავტომატიკა გადაყავს მექანიკაზე, მაშინ უკვე ძალიან დიდი სხვაობაა ხიდებში და ძალიან მოკლდება. და როცა SMG არის, ძალიან უმნიშვნელო სხვაობა აქვს რა, ბევრი არ არის, დიდი სხვაობა არ აქვს. ოდნავ დაგრძელდა კიდევაც და შეიძლება ეს დაგრძელება მაღალ სიჩქარეზე უკეთესი იყოს. ტრასაზე უფრო ნაკლებს დათვალს. იმიტომ რომ უფრო დაბალაბაროზე დადგება. ეხლა ვნახოთ კრუგზე დატრიალებაზე გაგვითიშავს თუ არა გაზს. არაფერი პრობლემა არა. გას არ თიშავს, არაფერს არ შეგვიძლია. მექანიკა მაგარია. 10 ცილინდრი არის სხვა რაღაცა. 10 ცილინდრი არის ნარკოტიკი. ყველაფერი სხვა აქვს რა, ანუ ახალი მანქანიდან ჩემი გადმოსახედიდან ესეთ ემოციას ვერ მიიღებ, როგორც ამ მოდელიდან მიიღებ. საოცრება არის. პატარა ბავშვივით მიხარია ყოველთვის. დღეს ამით დაგემშვიდობებით, დღეს მეტი არაფერი არ იქნება. ყველას დიდი მადლობა, გამომწერს, ლაიქებს, კომენტარებს ვინც აკეთებს. ყველას დიდი მადლობა. შემდეგისთვის კიდევ უკეთეს რაღაცებს შემოგთავაზ. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. გამოიწერეთ არხი, დაანაიქეთ და დააკომენტარეთ.